მოგესალმებით, მე გახლავართ იოსები, როგორც უკვე იცით, ჩემი ვიდეოებიდან ბიუტიკ სასტუმროს მენეჯერი და დღევანდელი ჩვენი განხილვის თემა იქნება დიასახლისის როლი სასტუმროში. მინდა რომ ეს ყველაფერი ძალიან მოკლედ და ლაკონურად მოგიყვეთ, იმიტომ რომ დიასახლის საკმაოდ დიდი როლი აქვს სასტუმროს სფეროში. პირველ რიგში ის უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი სასტუმროში არსებული ოთახები, ლობი და ასე შემდეგ იყოს, რა თქმა უნდა, სუფთად და მოწესრიგებულად. როდესაც ვიზიტორი შედის ოთახში, პირველი აკვირდება იმას, რომ იყოს სისუფთავე, არსად მტვერი არ იყოს სისუფთავის სუნი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიასახლისია დამოკიდებული. ასევე დიასახლისი უზრუნველყოფს სანიტარულ რგოლსაც, ასევე ჰიგიენურ რგოლსაც, ასევე იმას თუ ოთახში რამე თუ არის დაზიანებული, ატყობინებს მიმღებ დესკს, რომ ის ყველაფერი არის შესაკეთებელი. თუ სიტყვაზე სამრეცხაოდან თეთრეული მოვა დაბინძურებული, გაფუჭებული, ლაქიანი და ასე შემდეგ, როდესაც ის შედის ოთახში და ამ ყველაფერს უკვე საწოლზე აკრავს თეთრეულს, ამ ყველაფერს ხედავს და რა თქმა უნდა, ამ დაზიანებულ თეთრეულს აგზავნის უკან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დიასახლისი მუდმივად იყოს ყურადღებით იმ ასპექტში, რომ არ გათავდეს სიტყვაზე შამპუნი, ლოსიონი, კონდიციონერი და ასე შემდეგ, რაც არის ჰიგიენის საშუალებები. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ დიასახლისმა არ უნდა აიღოს თავის თავზე იმისი უფლება, რომ ვიზიტორის პირად ნივთებს შეეხოს, ვინაიდან მას უნდა კონდეს ამ ყველაფრის ნებართვა, ან მიმღებმა დესკმა, ან მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს ეს ვიზიტორთან და უნდა კითხოს და კითხვის შემდეგ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ვიზიტორის პირად ნივთს შეეხონ და თუნდაც სიტყვაზე სავარცხელი პირადი ნივთი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადოს. ამის ნებართვა აუცილებელი არის და დიასახლისმა ეს თავისინებით არ უნდა გააკეთოს. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ დიასახლისი რა ქიმიკატებს იყენებს, მაგალითად აბაზანების გასასუფთავებლად. უნდა კონდეს ამ ყველაფერზე ინფორმაცია, ვინაიდან ოთახი, სადაც ვიზიტორი შედის, აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული. და შესაბამისად აბაზანას კიდე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, ვინაიდან როდესაც მაგალითად არის ბიუტიკ სასტუმროები, სადაც ყველა აბაზანაში არის თითქმის მინა და მარმარილო, მაგალითად ჩვენთან ასე არის და რაც საკმაოდ რთული მოსავლელია, ძალიან ბევრი გზა ასე ვთქვათ ვეძებეთ და გამოვნახეთ გამოსავალი და ამ ყველაფერში რა თქმა უნდა დიასახლისის როლი ძალიან დიდია. ხო, რაც მთავარია, დიასახლისი უნდა გამოიყურებდეს ძალიან სუფთად, უნდა ეცვას ფორმა, უნდა იყოს მოწესრიგებული, არ უნდა იყოს გამომწვევი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ აბსოლუტურად მომხმარებელი ყველა ასპექტს აკვირდება და შესაბამისად თუ ის ყველა ჩამონათვალი, რაც მე ჩამოვთვალე ახლა დიასახლისებთან მიმართებაში, ეს ყველაფერი არის დაცული, ეს არის ოთახის დალაგება, ჰიგიენის დაცვა, სანიტარული ნივთების მოწესრიგება, ის რომ დიასახლისი პირად ნივთებს არ ეხება, ის რომ უზრუნველყოფს, რომ ოთახში თუ რაღაცა დაზიანებული აწვდის მიმღებ დესკს ინფორმაციას ამის შესახებ, ის რომ თვითონ გამოიყურება ძალიან კარგად. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ არსებული მომხმარებელი კიდევ დაბრუნდება ჩვენ სასტუმროში, ვინაიდან მან იგრძნო, რომ მასზე ზრუნავენ. როდესაც მომხმარებელი შედის ოთახში, უყურებს დალაგებულს, გრძნობს სუფთა სუნს, ოთახი არის განიავებული, არსად არ არის მტვერი, ის გრძნობს, რომ ის არის საკუთარ სახლში და რომ მასზე ზრუნავენ. შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ამ მომხმარებელს კიდევ უჩნდება სურვილი, რომ იმ სასტუმროში დაბრუნდეს, ვინაიდან, როდესაც ხედავს, რომ ოთახი ხდება ისე, რომ მასზე არის მორგებული ყველაფერი და გრძნობს, რომ მასზე ფიქრობენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, დიასახლისების როლი ძალიან დიდი არის, ძალიან ვცდილობ, რომ მოკლედ ვისაუბრო ამ ყველაფერზე, რომ ვიდეო არ იყოს, ასე ვთქვათ, მომაბეზრებელი. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს დიასახლისის ფუნქციას სასტუმროში. შესაბამისად, სასტუმროს მფლობელებმა, მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ ის ყველაფერი, რასაც დიასახლისი ეუბნება. ეს არის ჰიგიენის საშუალებები, ის ქიმიკატები, რითიც ოთახი იწმინდება, ის თეთრეული,
რასაც მომხმარებელთან ვიყენებთ, ის სიტყვაზე პირსახოცები, ის ხალათები, აბსოლუტურად ყველაფერზე მოусმინეთ თქვენ დიასახლისებს, იმიტომ რომ მათ აქვთ ყოველდღიური შეხება მომხმარებელებთან, ისმენენ და ხედავენ იმ პრეტენზიებს, რაც აქვს მომხმარებელს და შესაბამისად ყური უგდეთ თქვენს დიასახლისებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისინი სასტუმროს სფეროში. ერთ-ერთი წარმატების გზა სასტუმროსი სწორედაც რომ გადის დიასახლისების მუშაობაზე. შესაბამისად, ყველამ სასტუმროს მენეჯერებმა მიაქციეთ ყურადღება ამ ყველაფერს და დამიჯერეთ, ნამდვილად არ ინენებთ, მე ამას ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. და მაინტერესებს თქვენი აზრი, დააფიქსიროთ, თუ რას ფიქრობთ დიასახლისის როლზე სასტუმროს სფეროში. ეხლა კი დაგემშვიდობებით.